ძალიან ხშირად და თითქმის ყოველთვის ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი რესპონდენტებით, ხო სწორია? და სტუმრებით, რომელიც სტუმრობენ სხვა შუადღის სტუდიას. ეს ხშირად უფრო მეტად არის ხოლმე ადამიანები, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ, ხშირად შეხვედრი ხართ, თითქმის ყოველ ტელეგადაცემაში გინახავთ, არიან თითქმის სულ ჩვენს ცისფერ ეკრანებზე, მაგრამ დღეს ჩვენ გვინდა ვიყოთ გამორჩეულები, როგორც ხშირად ვართ ხოლმე და წარმოგიდგენთ ისეთი სტუმარი, რომელიც დარწმუნებული რომ დაინახავთ აუცილებლად გეცნობათ, შეიძლება ამოგიტივტივდეთ ბევრი წლის წინანდელი მოგონებები და თან აჭარას პირველ სართულზე. როგორ გამახსენე? არ მახსოვს სამწუხაროდ. დათოს ჯაზ soul კლუბი. ჩვენ არ მაგდოს პატარები ვიყავით და არ დავდიოდით, გაიხსენება. მე არ ვიყავი პატარა, მე დავდიოდი ზუსტად მან. და მან მოვისმინე, კარგ საღამოებს ვატარებდით ხოლმე მოკლედ. კიბეებით იყო ჩასასვლელი, მახსოვს ძალიან კარგად. და იქ მღეროდა ჩვენი სტუმარი. დიახ. მოდი, რო აღარ ვალოდინა ჩვენი მაყურებელი, მოვიწიოთ შაკო ჭეიშვილი. გამარჯობა. ზანდით. მოგზანით, აქვე ჩვენთან ახლოს. აი აქ დავდაბი. ამ განცად უკვე გადმოიწვი, რა ვიცი. რა ვიცი, მე მინდოდა რომ შენი კოლეგა შეზღუდით დამესვა. გარკვეულწილად გამოდის ჩემი კოლეგაც, იმიტომ რომ მე თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე. ანუ ჩვენი კოლეგა ყველაფერში. ყველაფერი დაიწყო თეატრალური ინსტიტუტიდან, სადაც რა ფაკულტეტი დაამთავრეთ? თეატრალური სამსახიობო დავამთავრე. და თქვენი პროფესიით არასას არ გიმუშავებთ? არა, აი, ჩემი პროფესიით არ მქონდა მაგის ბედნიერება, რაღაც სხვანაირი წარიმართა ჩემი ცხოვრება, საზოგადოებრივ წავედი და არ გავყევი მსახიობობას, ასე ვთქვათ. ვიცით რომ პირველ ჯაზ კლუბს ამუშავებდით თქვენ, რაზეც ახლა ჩემი მეგობრები იყო. პირველი იყო რა, ხო, ნუ ერთად. პირველი ჯაზ კლუბი იყო და ერთადერთი იყო მაშინ და ძალიან კაი კლუბი იყო და მთელი თბილისის სტუმრობა. ძალიან კარგი კლუბი, იმიტომ რომ მე მახსოვს ჩემი ბეიდებისგან, მშობლებისგან ყველა იქ ერთობოდა, ეს იყო მგონი ერთი ნათელი წერტილი ქალაქში იმ პერიოდში და რუსები როტყან იზიუმინკა იყო რა, რაღაცა ტრიალებდა ესეთი აურა, რომ ძალიან ლამაზი იყო ყველაფერი. და იქ ასრულებდით ჯაზურ კომპოზიციებს, ანუ როდის აღმოაჩინეთ, რომ ეს მიმართულება, ამ მიმართულებით უნდა გემუშავოთ. ეს იყო რაღაც მხრივ ცხოვრება მოიტანა, რო ამბობენ ამ ფრაზას, თუ ეს იყო თქვენი მოწოდება? არა, ნუ ბავშვობიდან ახლა ესეთ მუსიკაზე ვიზრდებოდით მე და ჩემი მეგობრები, უსმენდით სულ კაი ნარჩევ მუსიკას, გემოვნებიან, ასე ვთქვათ და ძალიან მქონდა ეს გამჯდარი, როგორც იტყვიან და ხანდისხან ვღეროდი მე იმ კლუბში და როგორ ითხრათ, რა ჩემი ხობია სიმღერა, როგორც ასეთი მე პროფესია არ მგონია სიმღერა, უფრო მსახიობი ვარ პროფესიით, მაგრამ ისე ხდებოდა, რომ ხანდისხან ვღეროდი. ეხლა ის ჩემ კოლეგობაზე მინდა როგორ გაიხსენებ ხო ეგ მე ახსოვს ეხლა ყველას მე დარწმუნებული ვარ საზოგადოებრივზე მუშაობდი იყო პერიოდი კოლეგა ვიყავი თქვენ კომენტატორი მაგრამ მოდით გადავდოთ ეს საკითხი ცალკე განხილვის თემა კი ბატონო ცალკე განხილვის თემა იყოს იმიტომ რომ ეს ცოტა სპეციფიური დარგია კომენტატორობა და მართალია ეხლა ჩვენი მაყურებელს ალბათ ნაკლებად ცოტა რო არ დავღალოთ ხოთა ხო რო არ დავღალოთ თუმცა ძალიან საინტერესოა ეხლა დამეთავ რა თქმა უნდა მაგაში ესეთი ვინც კი კაი კომენტატორი იყო ყველა მსახიობი იყო დამეთავები ხო და ეს იყო თუმცა მე რომ დაუბრუნდეთ თქვა ჩემს უახლოეს წარსულს საიდან მახსოვხართ ვიდეო კლიპებიდან რომელიც ტრიალებდა ქართულ მუსიკალურ არხებზე და მე მაგალითად აქედან გიცნობთ ამჯერად რა ხდება თქვენს ცხოვრებაში ჩვენ ვიცით რომ თან მოგვიტანეთ ახალი სიმღერა ხო მაგას მოვისმენთ აი რა ნუ როგორ გითხრათ მე დათო მეგვენიძია ჩემი მეგობარი და ახლახანს გავაკეთე დათოს ძველი სიმღერა ეს არის ცისფერი ოცნება ძალიან ლამაზი სიმღერაა და მინდა დათოზე ვთქვა რომ დათო არის ადამიანი პირველ რიგში პიროვნება რომელსაც აქვს ძალიან გემოვნებიანი ხედვა თითოეული მისი ბგერა არის ნატიფი ძალიან გემოვნებიანი და აი მდიდრულია მისი მუსიკა და გადავწყვიტე რომ ეს სიმღერა შემოსრულებია იმიტომ რომ რაღაც ჩემი იყო თითქოს და დათო ჩემი სტუმარი ხშირად არის ხოლმე და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ეს როგორც ადამიანს როგორც შემოქმედს და თქვენ გადაწყვეტეთ რომ შეგესრულებინეთ და ჩვენ გადაწყვეტეთ რომ ეს შესრულება გაეგო ჩვენს მაყურებელს და გთხოვთ რომ შეგესრულოთ დიდი სიამოვნებით რომელ ნაძვის ხელს გაგიხარდებათ ნებისმიერი აირჩიეთ და აშუაში ყველა რომ აქ ბევრი ლამაზი ნაძვის ხელია
ფიქრები ცისფერი ოცნება დაგვრჩება ნოემბრის ფოთლებად ამოვა სიცივის დროება მაღალი ნოტები ზაფხულის განწყობა გაქრება უეცრად ბავშვობა მოგვიწევს სილაღის დათმობა ჩემს მომავალ სიყვარულს უნდერი სჯობს რომ გრძნობა არ დატოვო უთქმელი ველოდები როგორც ლაჟვარდ ბრუნველი როგორც ხატვის ფერებს ზეთის ფურცელი დალოდინით და ქანცული სურმელი ჩემს მომავალ სიყვარულს ზაფხულის განწყობა გაქრება უეცრად ბავშვობა მოგვიწევს სილაღის დათმობა ჩემს მომავალ სიყვარულს უნდერი სჯობს რომ გრძნობა არ დატოვო უთქმელი ველოდები როგორც ლაჟვარდ ბრუნველი როგორც ხატვის ფერებს ზეთის ფურცელი დალოდინით და ქანცული სურმელი ჩემს ერთადერთ სიყვარულს უნდერი კი ნამდვილად მოუხდება და აი ბუხრის კაცად კუცი რაღაცა ისეთი განწყობა მოაქვს. ეს ეკვარ რომელსაც მე ვიბიზგებდით. დიმა აი რა არის? არა ეს ეხა მაიკა ჯორდანოვიჩი აცმული ამ სიმღერაზე ვერ ვიცხებე. კარგი, შაკო, ხო არ გაქვთ რაიმე გეგმები, ან ხო არ აპირებთ რაიმეს შემოქმედებაში მომავალში? მაქვს კი, რაღაცები ჩანაფიქრები გვაქვს და ნახოთ, მინდა რომ რაღაც ალბომი გავაკეთო, იმიტომ მე მგონი მოვიდა მაგის დრო რომ რაღაცა გავაკეთო და ცოტა მივიწყებული მქონდა, იმიტომ რომ ჰობია ჩემი სიმღერა, როგორც თქვი, პროფესია არ არის და ალბათ მაგნაბიცაც გადავდგავ და გავაკეთებ. დროზე ადრე ვიდრე უნდა გამეკეთებინა. ო, თან ახლა არის უფრო ისეთი კარგი საშუალებები რა, ტექნიკურადაც, რა ვიცი, მე მგონი ღირს მაგის გაკეთება და ჩვენს გულშემატკივრობთ მაგ საქმეში ნამდვილად. აქ მაქვს ერთი ესეთი ნივთი, აი შემიძლია გავშალო და გაჩვენოთ. აბა. ეს არის ძველი ქართული შრიფტები. ქართული შრიფტის ხელოვნება. აქ არის 7 მათგანი, თუ არ ვცდები, ერთი კიდევ აქეთ. და დაიგეგმა პროექტი, რომელიც გულისხმობს თავიდან დაბადებას, ასე ვთქვათ, ამ შრიფტების. აი რომელიმე გეცნობათ? როგორ, ყველა გვეცნობა. ოღონდ ეხლა რა ქვია და რაღაცა მაგას ვერ გეტყვით. ხო, ძალიან რთული დავალება მოგვეცი. ზოგს ხვდები თქვა ეკლესიებში წარწერებზე, სახლებზეც. კი, სახლებზეც არის. კომპიუტერში ნაკლებად. კომპიუტერში ნაკლებად. თუმცა და რა ძალიან ლამაზია. რომ მივიწყებული ყოფილა, რადგან თავიდან დაბადება გახდა საჭირო. მაგრამ ნუ მსგავსება არის, რა თქმა უნდა, მაგრამ აბსოლუტურად სხვადასხვა მოყვანილობა აქვს ყველა ასოს, ყველა შრიფტის შემთხვევაში. ძველი თბილისში
რა ქვია? ასფალტზე კი არა და ნუ ძველი არის იქ სადღაც არაზის ხევშიც მე მგონი წარწერილი რომ იყვები რაღაცა ესეთი მსგავსი შრიფტით. ხო, ძველ წიგნებზე არის მუთილმებშიც. მართალია. და ყველაზე მთავარი რაც არის ამ კომპაქტ დისკზე რომელიც მოყვება ამ ყველაფერს წერია რომ შრიფტების გამოყენების შემთხვევაში უნდა მიუთითოთ copyright ეგრეთ წოდებული, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, იყოს დაცული. რა მინდაც ვიკითხო? აი, რამდენი ხანი არ გითხოთ, რა რა კარგი კალიგრაფია გქონია, რა კაი. მე მაქვს ძალიან კარგი კალიგრაფია, გენდა გიწერო. მე ვაკითხავს თავს, რა კაი კალიგრაფია ვიცი, ალბათ. იმედია. არა, რამდენი ხანი არ დაგვისვას ეს კითხვა, ხელით აღარ ვწერთ ფაქტიურად. მე სულობრივად. არა, მართლა, იმიტომ რომ ხანდახან რომ ჩემი თავი დამეჭერო, დიდი ხანი რომ უნდა მეწერო, რაღაცა ვერ ჩემი აბა მაჩვენე. ხო. ეს როცა ჩქარა წერდა ნელა თუ ამაზია. მაგრამ გუშინ აბა მე დავწერე. რა დაწერე? აი, ხელისკივა დაწერე. რომ ეს დავაშავები და მე ახსნა განმარტებით ბარათს რომ წერდი დირექტორი ინახავდა ჩემ ნაწერს. ბავშვობა ქონია, ახსნა განმარტები ბარათებს წერდი სკოლაში. მე კედლის გაზეთით შემოვსები ეს ერთხელ გუგლში, მაგრამ კაი კალიგრაფია. კაი კალიგრაფია. იყო ერთი მომენტი და რომ შევდივდი გამოკრული მცხვენოდა, რომ ატა ბიჭი მაინც. თა კიდე რა მახსოვს, ციგად ვცდილობ რომ შეგვეცვალა ხოლმე რაღაც მე აი სწორი ხაზით გავეკეთე უფრო ლამაზი რო ყოფილიყო რაღაც მე სასიყვარულობარად დაწერის დროს გიწვალია სასიყვარულობარად დაწერის დროს მიწვალია ეხლა უფრო წვალობ ხოლმე ეხლა უფრო წვალობ ხო აბა თუ მოგიწია დაწერა მოკეთ ამ პროექტის განხორციელებაში ვის მიუძღვის მთავარი დანაშაული ასე ვთქვათ ამას გვეტყვის რუსკა გიორგაძე რომელიც გვერდება ძალიან საინტერესო ადგილიდან ძველი ღვინის ქარხნის სარდაფიდან რუსკა აბა